მოგესალმებით, ვიმყოფები მესტიაში 2026 წლის 18 აპრილია. ახლა მინდა ვილაპარაკო ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით, მაგრამ სანამ გადავიდოდეთ თემაზე, იმათ, ვისაც საინტერესოდ მიგაჩნიათ აქ ჩემი აქტიურობა, მოგიწოდებთ, რომ გამოიწეროთ, დააფოლოვოთ აკაუნთი, დასვათ მოწონებები, ლაიქები და გააზიაროთ იმ მიზნით, რომ მეტ ადამიანს ჰქონდეს წვდომა აკაუნთზე. რაც შეეხება ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ მდგომარეობას, მოგეხსენებათ, რომ მიმდინარეობს სხვადასხვა ტიპის მოლაპარაკებები სხვადასხვა პარტიებს შორის, თქვათ, მომავალ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, თქვათ, ეს რიგგარეშე, ზოგადად მომავალ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით მიდის სხვადასხვა მოწოდებები, მოგეხსენებათ, თან ეს არა მხოლოდ ახლა, უკვე კაიხანია, მაგალითად ლაპარაკი არის ერთიანი სიების მოწოდებები არის ერთიანი სიების შექმნაზე, რაღაც ერთიან პლატფორმებზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ახლა მე მიმაჩნია, რომ ზოგადად ოპოზიციური ფრონტის ერთ მით უმეტეს სიად და თუნდაც ზოგადად ერთიან პლატფორმად გამოყვანა ჩემი აზრით არასწორი და მე არ ვეთანხმები და რატო? ახლა მოგეხსენებათ, რომ დღეს საქართველოში არიან ოცნების ამომრჩევლები, ოცნების მხარდამჭერი მოქალაქეები და ოცნების ამომრჩევლები, ასევე არიან ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლები, მაგრამ თვითონ ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩევლებს შორის არის საკმაო რაოდენობა ძალიან ბევრი ისეთი ამომრჩეველი, რომელიც წინააღმდეგი არის ოცნების, მაგრამ ასევე წინააღმდეგი არის ნაციონალური მოძრაობის და ასევე წინააღმდეგი არის ისეთი პარტიების, რომელთა რომელი პარტიების ხელმძღვანელობის უმრავლესობა, თქვათ, თავის დროზე წარმოადგენდა ნაციონალური მოძრაობას. და ერთიანი პლატფორმა და მით უმეტეს ერთიანი სია, ვთქვათ, ოპოზიციურ ფრონტზე, ეს ნიშნავს ამომრჩეველთა ძალიან მნიშვნელოვანი რაოდენობის დაკარგვას. ეს შეიძლება ისახოს იმაში, რომ მაგალითად ძალიან ბევრი ამომრჩეველი ისეთი, ვისაც როგორც ოცნება არ უნდა ხელისუფლების სათავეში, ასე არც ნაციონალური მოძრაობა არ უნდა, შეიძლება უბრალოდ არ მივიდეს არჩევნებზე. ან და მივიდეს და თქვათ გააბათილოს ბიულეტენი, ესეც არ არის გამორიცხული ასეთებიც რო იყო და მოგეხსენებათ, რომ არჩევნების დროს ხმების გამოანგარიშება ხდება მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ სუბიექტებზე მიცემული ხმებით. მაგალითად, არჩევნებზე არ მისული ამომრჩევლის ხმები და არჩევნებზე მისული ამომრჩევლის ხმები, რომლებმაც გააფუჭეს ბიულეტენი, იმათი ხმები ამომრჩეველთა საარჩევნო სუბიექტებზე, ეს საარჩევნო კანდიდატები იქნებიან პიროვნულად თუ პოლიტიკური პარტიები, მათ პროცენტულ ხმებში მათი ასეთი ადამიანების ხმები არ იანგარიშება. ასე რომ, რა თქმა უნდა, ამომრჩეველს უნდა ჰქონდეს სხვადასხვა არჩევანი და ამისათვის უნდა არსებობდეს სერიოზული მესამე ძალა, ან მესამე ძალები თუ მესამე, მეოთხე თუ მეხუთე ძალები, არ ვიცი როგორ დავარქმევთ. მაგრამ ამ ვითარებაში ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის იმის გათვალისწინებაც, რომ არსებობს საქართველოში საპარლამენტო არჩევნებისთვის არსებობს 5%-იანი ბარიერი. ანუ ამას ატომობ, რომ ძალიან დიდი დანაწევრებას ოპოზიციური ხმების, ძალიან დიდმა დანაწევრებამ შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ რაც უფრო მეტად დანაწევრდება, მით უფრო მეტმა პოლიტიკურმა პარტიამ ვერ შეძლოს 5%-იანი ბარიერის გადალახვა, ხოლო ზოგადად ვერ გადალახავს პოლიტიკური სუბიექტი 5%-იან ბარიერს, მაშინ ის პარლამენტში საერთოდ ვეღარ ხვდება და შემდეგ მანდატები ნაწილდება იმ პოლიტიკურ სუბიექტებს შორის, ვინც გადალახეს ზემოხსენებული ბარიერი და ასეთ შემთხვევაში, მაგალითად, სიტყვაზე გადატანითი მნიშვნელობით რო ვთქვათ, რახანის ვერ გადალახავს, თქვათ, რო გადაელახა და მანდატებს რო აიღებდა ის პარტია, იმის მოგიოდ ის მანდატები განაწილდება იმ პარტიებს შორის, მაგალითად, რომელ პარტიებზე ხმის მიცემასაც იმ ვერ გადალახული პარტიების ამომრჩევლები ან მათი უმრავლესობა საერთოდ არ აპირებდა ხმის მიცემას. ასე რომ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, ასე რომ, როდესაც არის ლაპარაკი მესამე ძალაზე და მეტ არჩევანზე, აქაც უნდა იყოს, რა თქმა უნდა, გონივრული რაოდენობა დანაწილების, თორე თუ ძალიან დიდად გაიყო ხმების რაოდენობა, მაშინ რაც უფრო მეტად გაიყოფა, მით მეტი ალბათობა იქნება იმისი, რომ მით მეტი პოლიტიკური პარტია ვერ გადალახავს 5%-იან ბარიერს.
ახლა რაც შეეხება იმას, რომ როგორც თქვი, რომ არის არაერთი საკმაო რაოდენობა ამორჩეულის ისეთი, რომელსაც არც ნაციონალური მოძრაობა არ უნდა ხელისუფლების სათავეში და არც ოცნება, მაგას რა თქმა უნდა თავისი სერიოზული მიზეზები აქვს. ახლა 2003 წლიდან ანუ მას შემდეგ რაც 2003-ის ბოლოდან 4-დან რაც ნაციონალური მოძრაობა მოვიდა ხელისუფლების სათავეში და შემდეგ ოცნება 2012 წლიდან დღემდე რა თქმა უნდა საქართველოს არ არის ის საქართველოს იყო 2003 წელს მაგალითად ნიშნულად უფრო 2003 წელთან შედარებით რა თქმა უნდა საქართველოს გასცილებით უფრო მდიდარია დღეს ერთსულ მოსახლეობრივი ანგარიშოთ გინ მთლიანი შიდა პროდუქტის ნომინალის მაჩვენებელი იქნება ეს ყიდულოვანი უნარიანობის მაჩვენებელი თუ ზოგადად სხვადასხვა კომპონენტები ცხოვრების დონეს თუ კი ვიანგარიშებთ და რა თქმა უნდა ამას რატომ ამბობ რომ რა თქმა უნდა გარკვეული რაოდენობის საქმეები რა თქმა უნდა ნაციონალურ მოძრაობასაც გაკეთებული აქვს თავის ხელისუფლების სათავეში ყოფნის დროსაც და ოცნებასაც მას შემდეგაც ხელისუფლების სათავეშია მაგრამ ორივე მათგანთან სერიოზული შენიშვნები არის დემოკრატიის მიმართულებით. აი მაგალითად, სწორედ ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რატომაც არის გარკვეული რაოდენობა და გარკვეული საკმაო რაოდენობის ამომრჩეველი, რომლებსაც არც ნაციონალური მოძრაობა არ უნდა ხელისუფლების სათავეში და არც ოცნება. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი არის დემოკრატია. აი მაგალითისთვის გეტყვით, დღეს სოფლიოში სოფლიოში დემოკრატიის მიმართულებით არსებობს სოფლიოს ქვეყნების ჩამონათლები დემოკრატიის ინდექსის მიხედვით და ამ მხრივ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის მედია კომპანია ეკონომისტის სია რომელიც როგორც წესი წელიწადში ერთხელ ქვეყნდება სადაც ნაჩვენები არის თუ რა მდგომარეობა დემოკრატიის მიხედვით სოფლიო სამართლებრივ ქვეყანაში და ყველაზე მაღალი ქულა არის შეფასებული 10 ქულა 10-დან 6-მდე არის დემოკრატიული ქვეყნები 10-დან 6 ქულამდე ფასდება როგორც დემოკრატიული ქვეყნები 6-დან 4-მდე როგორც ჰიბრიდული რეჟიმის ქვეყნები ანუ ესე იგი ავტორიტარიზმისა და დემოკრატიის ნაერთი, ხოლო 4-ს ქვევით უკვე არის ავტორიტარული ქვეყნების ჩამონათვალი და რომელიც მთავრდება როგორც ყველაზე ავტორიტარული ქვეყნებად არიან გამოცხადებული ჩრდილოეთ კორეა, მიანმა, ანუ ყოფილი ბირმა და ავღანეთი. ახლა შეხედეთ 2011 წელს 2006 წელს მაგალითად საქართველოში დემოკრატიის ინდექსი უჩვენებდა დაახლოებით შეიძლება ცედი შესვლა დაუშვათ დაახლოებით 4.9 ქულით 2011 წელს დაახლოებით ასევე 4.7 ქულით. ანუ 2006 წლიდან 2011 წლამდე გაუარესება უჩვენა დემოკრატიის ინდექსმა. ანუ და შეგახსენებთ 4-ს ქვევით უკვე ოფიციალურად იწყება ავტორიტარული ქვეყნების ჩამონათვალი. ახლა შეხედეთ, ანუ ამ მიმართულებით ნაციონალური მოძრაობის დროს შედარებით უარესობისკენ წავიდა საქმე. შედარებით ახლა 4.9-სა და 4.7 შორის იმ ხალხს ხობა არ არის, მაგრამ როგორც ასეთი უკეთესობა არ უჩვენა. და საკმაოდ ახლოს იყო ოფიციალურად ავტორიტარული ქვეყნების სიაში გადასვლისაგან. ახლა შემდეგ 2012-ში, როდესაც მოხდა ხელისუფლების გადაბარება, აიწია 5 ქულასაც და მაგრამ შეხედეთ, მერე ისევ ჩამოსვლა დაიწყო, შარშან უჩვენებდა თუ არ ვცდები დაახლოებით 4.7 ქულა იყო თუ არ ვცდები და წელს და ეს უბრალოდ 2024 წლის მონაცემებით და დაახლოებით დიდი შეცდომა არ არის და მიახლოებით ციფრებს გეუბნებით და 2025 წლის შეფასებით უკვე 4.26 ქულით არის შეფასებული. ანუ კიდევ უფრო მიუახლოვდა იმ ზღვარს, რასაც ქვია 4 ქულა, რომლის ქვევითაც უკვე იწყება ოფიციალურად ავტორიტარული ქვეყნების ჩამონათვალი. და მაგალითად ოფიციალურად ავტორიტარული ქვეყანა თუ გახდა, მაშინ უკვე საქართველოს მაშინ უკვე როგორც ავტორიტარული ქვეყანა, მისი ევროკავშირის წევრობის კანდიდატობა გახდება შეუთავსებელი, მისი სტატუსი ავტორიტარული ქვეყნის ქვეყნად გახდომის შემთხვევაში უკვე ალბათ დადგება ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის შეწყვეტა, ანუ ალბათ შეუთავსებელი გახდება და ასევე ალბათ სერიოზული ალბათობა იქნება ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის გაუქმების საკითხის დადგომაც ალბათ, დიდი ალბათობით თუ ეს მოხდა, თუ კი 4 ქულას ჩაცდა. ხო და ამას რატო გეუბნებით? ანუ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დროსაც და ოცნების ხელისუფლების დროსაც კიდევ ერთხელ ვიმეორე 2003 წელთან შედარებით დღეს ბევრად უფრო მაღალი ეკონომიკა საქართველოში, ანუ გარკვეული რაოდენობის საქმეები მაშინაც გაკეთებულა და ახლაც
გაკეთებულა, მაგრამ ორივე შემთხვევაში ლაპარაკი არის სერიოზულ ხარვეზზე, დემოკრატიის მიმართულებით, რასაც ეს მონაცემებიც გვიჩვენებს და აი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი, რის გამოც არის ბევრი ამორჩევი, რომელსაც არც ერთი ამ ორი პარტიის და ხელისუფლების სათავეში არ უნდა ამ ორი პოლიტიკური ძალიდან არის სწორედ ეს მიზეზი. ამ საკითხებზე მინდოდა მელაპარაკა, დიდი მადლობა ყურადღებისათვის, კარგად ვზრუნდებოდეთ.